ნუანუაში იციან, რომ ჯაზი მხოლოდ განსაკუთრებული მსმენელისთვის განკუთვნილი მუსიკაა. გრძნობენ იმასაც, რომ ეს მუსიკა ამ კლუბში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. ჯაზი ნუანუაში მაგისტრალური ხაზია, რომელსაც კლუბი დღემდე არ ღალატობს. აქვე ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ასრულებდა გიტარისტი ვიქტორ ბეილი სპეციალურად კლუბში შეკრებილი მსმენელისთვის საკუთარ კომპოზიციებს და რა უჩვეულო სანახაობა იყო ამავე ნუანუაში ტრილოგ გურტუს გამოსვლა. ამის გარდა კლუბის ანგარიშზე არაერთი საინტერესო პროექტი ირიცხება, როგორც უცხოელების, ისე ადგილობრივი მუსიკოსების შესრულებით. ამჯერად ნუანუა მსმენელს კიდევ ერთხელ შესთავაზებს ჯაზ საღამოს, თუმცა ეს არ იქნება წმინდა ჯაზი. იმას, რასაც ცნობილი დრამერი ჯოჯო მეიერი და ჯგუფი ნერვ შეასრულებენ, უფრო თანამედროვე ჟღერადობა ექნება. კლუბი, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება ჯაზური მუსიკის მიმართულებით აქვს და რომელშიც მსმენელს არაერთხელ მოусმენია ინტელექტუალური მუსიკა, ცნობილი მუსიკოსების შესრულებით, ამჯერად სწორედ ჯაზისა და პოპულარული ელექტრონული მუსიკის სინთეზს შემოგთავაზებთ. ნუანუაში ამ ორი მიმართულების ერთიანობას ცოცხლად მოისმენთ, ეს კი სწორედ ის იქნება, რასაც დასავლეთში ყველაზე ხშირად ბომბის აფეთქებას ადარებენ. და არა მხოლოდ ბომბის აფეთქებას, ამბობენ იმასაც, რომ სწორედ ჯოჯო მეიერის მიერ შეკრებილმა შემადგენლობამ და მათმა მუსიკამ განაპირობა კიდევაც ნიუ-იორკში ცოცხალი დრამ ენ ბეისის განვითარება, რომ მათი მოსმენა ძალიან გავს ჯაზ კლუბში წასვლას, თუმცა უფრო თანამედროვე ფორმით. ასე აფასებს მეიერსა და ნერვს ნიუ-იორკ ტაიმსი. მოკლედ თბილისელებს განსხვავებული საღამო, თუნდაც იმის გამოელით, რომ ჯგუფის მიერ შესრულებულ კომპოზიციებში ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი განსხვავებული სახით იქნება წარმოდგენილი, ყველაფერი ზომიერად გადამეტებული მუსიკალური ინგრედიენტების გარეშე. კლუბი ამჯერადაც არ ღალატობს ტრადიციებს, მაინც უფრო ჯაზურში ჩდება, ვიდრე ელექტრონულში, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტია, იმდენად, რამდენადაც მსგავსი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში არ ყოფილა. მართალია დღეს ჯოჯო მეიერზე, როგორც ლეგენდაზე და დასარტყამი ინსტრუმენტების ღმერთზე ისე საუბრობენ, თუმცა მას ნამდვილ ლეგენდებთან მუშაობის გამოცდილება უფრო აქვს. მათ შორის ნინა სიმონესთან და დიზი გილესპისთან, მოგვიანებით კი დრამერ ბილი კობემთან, რომელიც საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა, თუმცა არა ნუანუაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცნობილი ფესტივალების მონაწილე მეიერი მაილს დევისის მიმდევარია. მართალია მისგან განსხვავებით სხვა ინსტრუმენტზე უკრავს. მაილსის მიმდევრები არიან ნერვის დანარჩენი წევრებიც, როლი მოსიმენი, რომელიც ამავე დროს ბიორკის რამდენიმე წარმატებული პროექტის ავტორია, ბასისტი ჯონ დევისი და მესაყვირე ტაკუია ნაკამურა. ნუანუაში მეიერისა და ნერვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სერიოზული და შორს მიმავალი გეგმებიც აქვთ. ჩვენ გულით გვინდა, რომ მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდეს. ჩვენ ვაპირებთ ქართველ მუსიკოსებთან ერთად და გია სალაგიშვილი ელოდება მოუთმელად ამ პროექტს, რომ ამის მიხედვით რაიმე მსგავსი განახორციელოს. ვიდრე გია სალაღიშვილი მსგავს, თანაც აშკარად ეკლექტურ პროექტს განახორციელებს, მანამდე მეიერი და მისი ჯგუფი თბილისელებს სპეციალურად საკლუბო პროექტს, ცოცხალი შესრულებით Prohibited Beats, ანუ აკრძალულ მუსიკალურ სანახაობას შესთავაზებს, რომელიც ჯერ კიდევ ნიუ-იორკის ანდერგრაუნდში ვითარდებოდა და მას შოკის მომგვრელს უწოდებდნენ და რომელმაც მალევე წარმატებით გადაინაცვლა ევროპელი აუდიტორიის წინაშე. მოკლედ პატარა რევოლუცია თბილისელებს გოგენისეულ კურთხეულ მიწაზე, ანუ ჯაზით შთაგონებულ ნუანუაში ნამდვილად ელით. საკმაოდ გემოვნებიანი მსმენელი ყავს ჩვენ, არაერთხელ აღუნიშნავს ეს აქ ჩამოსულ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს და მე იმედი მაქვს, რომ ამ პროექტსაც მიიღებენ ძალიან კარგად. ამბობენ, რომ განსაკუთრებული ჟღერადობის, ახალი და თამამი ესთეტიკის გამო მეიერისა და მისი ჯგუფის მუსიკა განსხვავებული ეფექტის მატარებელია. ამბობენ იმასაც, რომ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ამ მუსიკას ნამდვილად შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება. მოკლედ თუ ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის ერთიანობა მოგწონთ და გაინტერესებთ და რაც მთავარია, გაბედული ხართ, მაშინ 14 მაისი ნამდვილად თქვენი დღეა. Oh